საჭირო გახდა თამუნას მოშორება დაიწერა სცენარი, რომ სახლიდან გაეყვანათ და ჩუმად მოეკლათ. ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა. ის თაღლითური კოლცენტრების თემაზე საუბრობს. ლილუაშვილზე როცა ვიძახდით, რომ კოლცენტრებს კურირებდა, სასაცილოდ არ ყოფნიდათ. დღეს დარწმუნდნენ, რომ ბოროტ მოქმედებთან ჰქონდა საქმე, ამბობს თეონა თამაზაშვილი. ის ვარაუდობს, რომ მისმა შვილმა გაიგო რაღაც, რაც არ უნდა გაეგო. ფასები გვახრჩობს, ხალხი არ ცხოვრობს, გადარჩენას ცდილობს. ასეთია დღევანდელი შაბათის მარშის მთავარი თემა. უწყოდი პროტესტის 454 დღეს ძირითად მოთხოვნებთან ერთად მოქალაქეები მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებენ. ფილარმონიიდან პარლამენტამდე დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა იმართება. რუსეთის თავდასხმები უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე იყო განზრახქმედება და არამეგობრული ნაბიჯი, აცხადებს ილჰამ ალიევი. მისი თქმით, რუსეთმა სამ-სამი იერიში მიიტანა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და აზერბაიჯანულ ენერგოინფრასტრუქტურაზე, რაც შემთხვევითობად ვეღარ ჩაითვლება. ალიევი მიუნხენში დღეს ზელენსკისაც შეხვდა და ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი ურთიერთობების განვითარება განიხილა. სომხეთში კათოლიკოს პატრიარქ გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. პატრიარქს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად. საუბარია ერთ-ერთი განკვეთილი სასულიერო პირის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილებაზე.